ახლა აქ უნდა დავწეროთ ჩვენ კოდი, პროგრამა ისეთი, რომ გავარკვიოთ მომხმარებელს user შეუძლია თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭის ყრა. ამისათვის გვჭირდება რამდენიმე ცვლადი და რამდენიმე პირობა. პირველი პირობა ის არის, რომ არის თუ არა მინიმუმ 35 წლის და უფრო ზედა ასაკის, არის თუ არა ამერიკის მოქალაქე და რამდენი წელია ცხოვრობს ამერიკაში, 14 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ცვლადები, რომ მე ეს ინფორმაცია შევინახოთ ცვლადებში. დავიწყოთ პირველი შევქმნათ age უდრის input გავხსენეთ ფშხილი, გავხსენით ბრჭყალი და აქ შევეკითხეთ ასაკი. H 2 წერტილი, გადავედით გვერდით, ჩამოვედით ქვევით. ახლა არის თუ არა დაბადებული ამერიკაში, მაგალითად born in US დავარქვათ ცვლადს. ქვედატირე US უდრის და აქ უკვე input-ი გვინდა. input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და აქ შევექსესტაის დავაჭირეთ და ეს ტექსტი დავაკოპირეთ. ჩავსვით აქ, გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით და ახლა უკვე უნდა ვკითხოთ რამდენი წელი ცხოვრობს ამერიკაში, ხო? ამ შემთხვევაში შევქმნათ ცვლადი, მაგალითად years of დავარქვათ residence. უდრის, ესეც უნდა იყოს მთელი რიცხვი, ამიტომ int input-ი გვინდა. გავხსენეთ ბრჭყილი, გავხსენეთ ბრჭყალი, შევექსესაის დავაჭირეთ და აი ეს ტექსტი წამოვიღეთ. სად არის? აი ეს. ჩავსვით აქ. ახლა ჩამოვედით ქვევით. ახლა უკვე if პირობა გვინდა. if და რა შემთხვევაში შეუძლია იყოს პრეზიდენტი, ანუ იყაროს პრეზიდენტობის კანდიდატურაზე კენჭი, ხო? თუ 35 წელზე მეტია ანტოლი და ამავდროულად დაბადებული, ანუ ამერიკის მოქალაქე არის და ამავდროულად კიდევ 14 წელზე მეტია ცხოვრობს ამერიკაში. ესე იგი, ესენი ყველაფერი end კავშირით უნდა დავაკავშიროთ. ესე იგი, აქ დავწერეთ ახლა age მეტია ტოლი 35-ზე and არის დავაკოპიროთ. აი ეს ტოლია ბრჭყალებში ჩავსვათ yes and აი ეს დავაკოპიროთ. ჩავსვათ აქ და აქ დავწერეთ მეტია ტოლია 14-ზე, ანუ 14 წელი და მეტი უნდა ცხოვრობდეს ამერიკაში. ჩამოვედით ქვევით და ამ შემთხვევაში, ანუ ამ ყველა პირობას თუ აკმაყოფილებს, მაგ შემთხვევაში print უნდა დაუბეჭდოთ, შევექსესაის დავაჭიროთ და აი ეს ტექსტი. მოვნიშნეთ, დავაკოპირეთ და ჩავსვით აი აქ. ყველა სხვა შემთხვევაში, ანუ აქ else გავხსენით ბრჭყილი, ჩამოვედით ქვევით და print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და ყველა სხვა შემთხვევაში ეს უნდა იყოს უარყოფითი. ამიტომ აქ შეგვიძლია ჩავსვათ და აქ are not მივაწეროთ. აბა გავუშვათ. age მაგალითად 36, მაგალითად es დიდი 100 მაქვს აქ მითითებული და დიდი 100 უნდა დავწეროთ აქაც და შემდეგ 15. მაგ შემთხვევაში უკვე ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამერიკის პრეზიდენტი. მაგრამ რომელიმე რომ მივუთითო სხვანაირად, მაგალითად age იყოს 34, ეს კი ბატონო იყოს es და ესეც იყოს 15 წელი ცხოვრობ, მაგალითად იქ. ამ შემთხვევაში არ შემიძლია, იმიტომ რომ ამ ერთ პირობას არ ვაკმაყოფილებ, age-ის პირობას, ასაკის პირობას. მოდი ვნახოთ ჯერ გვითვლის თუ არა, კი ბატონო გვითვლის, მაგრამ ერთის მინდა რომ es პატარა 100 რომ შეიყვანოს მომხმარებელმა, ისიც რომ დავწეროთ. ესე იგი
ეს თუ არის yes, აქ დავწეროთ or ეს, ანუ ამერიკის მოქალაქე თუ უდრის, გავხსენით ბრჭყალი და პატარასვებით yes. კარგი, ახლა რომ გავუშვათ, მაგალითად მივუთითე 36, მივუთითე პატარასვებით yes და მივუთითე 15 ან 16. კი ბატონო, ეს ტექსტი დამიბეჭდა და ასე სწორი არის. მაგრამ თვითონ ამას კომპილერი აქ ამის გარეშე, ამიტომ ამას არ ითხოვს აქ და ამიტომ ამას არ გვითვლის. თორემ სხვა შემთხვევაში სწორი არის. წავშალეთ ეს, ჩეკს დავაჭიროთ, გვითვლის ასე, 13 კანტინებს დავაჭიროთ. გადავედით